საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოთარ ჭილაძის შვენიერ პოემაზე, რომელსაც ჰქვია ადამიანი გაზეთის სვეტში. უცნაური სახელწოდება არა. ამ უცნაური სახელწოდების მიღმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ დგას და ვეცადოთ ამ მცირე ხანში გავიაზროთ ეს ერთად. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა ოთარ ჭილაძის შესახებ. ძალიან ბევრის აზრით ოთარ ჭილაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული ფიგურა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში. მან ჩვენ საუკუნეშიც იცოცხლა რამდენიმე წელიწადი და ყოველთვის იყო მეტრი ქართული ლიტერატურული აზრისა და ფიქრის. ერთ პატარა აბზაცს წაგიკითხავთ, რაც ერთხელ თქვა ოთარ ჭილაძემ. პოეტმა ყველაფერი, რაც კი შეძრავს, ხელახლა უნდა მოხარშოს საკუთარ სულში. ყველა ჭეშმარიტი პოეტი თავისი ეპოქის ღვიძლი შვილია და გულუხვად და პატიოსნად უბრუნებს ხალხს, რაც უნახავს და განუცდია. მის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი და საინტერესოა, რადგან მისივე ვნებებით არის გამდიდრებული. ფაქტები საინტერესო ადამიანის ფიქრთან, განცდასთან და ვნებებთან ერთად. აი რა არის ლიტერატურა, აი რა გვხიბლავს ჩვენ ლიტერატურაში. ახლა მოდი დაუბრუნდეთ ამ ნაწარმოებს, ამ თეთრ ლექსს, რომელსაც ჰქვია ადამიანი გაზეთის სვეტში. ერთი ისიც ვიკითხოთ, ეს თეთრი ლექსი რა არის? უნდა გითხრათ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ურითმო ლექსი. რითმა არა აქვს ასეთ ლექსს. თავდაპირველად ჩვენი პოეზიის განვითარების ადრეულ ეტაპზე, საწყის ეტაპზე თუ გნებავთ, პრაქტიკულად ყველა ლექსი ურითმო იყო. სადღაც მე-11 საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა პირველი რითმა. შემდეგ დადგა ისეთი დრო, როდესაც ურითმო ლექსი საერთოდ არ წარმოედგინა არავის. აი ბოლო დროს ისევ გაიხვიცა ინტერესმა ეგრეთ წოდებული თეთრი ლექსის მიმართ. აქ აქცენტი კეთდება აზრზე. თეთრი ლექსის დამწერი დემონსტრატიულად უარს ამბობს სიტყვიერ თუ ფიქრის მიერ სამკაულებზე და შიშველ აზრს, ცინცხალ აზრს აძლევს თითქოს უპირატესობას. გვეუბნება, რომ მე არ მინდა ზედმეტობებით შევმოსო ის მნიშვნელოვანი აზრი, რაც მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის დასაფიქრებელიაო. აი ასეთი თეთრი ლექსია ესა, რომელიც იწყება პატარა ეპიგრაფით, გაზეთებიდან ასე წერია. პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლის მღვრელი შეტაკების დროს დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთაგან ერთი თავისიანებმა მოკლეს. მან არინდომა მონაწილეობა მიიღო პანამელი პატრიოტების დასჯაში. ეს არის ეპიგრაფი. ახლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ჯერ სათაური როგორი აქვს, ნახეთ, ადამიანი გაზეთის სვეტში. რამდენ რამეს ვიგებთ ჩვენ გაზეთებიდან, რამდენ რამეს ვიგებთ ჩვენ სხვა ადამიანებზე, ჩვენთვის უცნობ ადამიანებზე, რომლებიც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია, აი ამ პატარა საგაზეთო სვეტებიდან, საგაზეთო ინფორმაციიდან. რა საიდუმლოდებს ამაში, როდესაც ადამიანი ინფორმაციად გადაიქცევა და ისე აღწევს ჩვენამდე.
ძალიან უცნაურია ეს ერთი შეხედვით. რა განსხვავებაა რეალურ ადამიანსა და ინფორმაციად ქცეულ ადამიანს შორის. და როგორ მოქმედებს ერთიცა და მეორეც ჩვენზე. როგორ იწყება ეს ნაწარმოები? აი ამ დასმულ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, აი მას წინ დასმულ კითხვას როგორ მოქმედებს ჩვენზე ყველაზე საკუთრივ ადამიანი და ინფორმაციად ქცეული ადამიანი, აი ამას რო პასუხოთ, ეს ნაწარმოები თავიდან ბოლომდე კარგად უნდა გავიაზროთ. ამერიკელი ჯარისკაცი კრუს ხიმენესის სისხლის გუბეში აგდია პირქვე. ჯერ არ შემწყდა ეკოს როლისა და ირევიან ცაში ჩიტები. აი ამ წუთას მოხდა ეს ამბავი. მავთულებიდან აფრენილები არიან ეს ჩიტები ამ წუთას. ამერიკელი ჯარისკაცებიც და პანამელი პატრიოტებიც დაბნეულები არიან ოდნავ. კონფლიქტის აქეთ და მეორე მხარეს სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი დგას. ორივენი დაბნეულები არიან იმით, რაც ამ წუთას მოხდა. მაგრამ ყველანი გრძნობენ გუმანით, რომ დიდი ამბის გახდნენ მოწმენი. რატომ გახდნენ დიდი ამბის მოწმენი? იმიტომ რომ ერთისთვის და მეორესთვისაც, ორივე ჯგუფისთვის ეს სიკვდილი ძალიან ბევრს ნიშნავს. მზეზე ბრჭყვიალებს პანამის არხი, არხზე ბუქსირი, ხოლო ნაპირთან დგანან პალმები და ამწეები. ოთარ ჭილაძემ სპეციალურად გამოყო ეს მცირე შესავალი ნაწილივით. რატომ? იმიტომ რომ სიცოცხლის ბოლო წამი, რომელიც იმავდროულად სიკვდილის პირველი წამიცაა, სჭვალავს მთლიანად აი ამ ფიქრს. ეს ყველაფერი თითქოს ამ ერთ წამში ხდება. წამიერი გაელვება ადამიანის ფიქრისა, მაგრამ ეს წამი თითოეული ჩვენგანისათვის, იმ ჯარისკაცებისათვის, იმ დემონსტრანტებისათვისაც და ჩვენთვისაც, უბრალო მკითხველებისთვისაც შესაძლოა მთელ საუკუნედ და მთელ ცხოვრებად იქცეს, იმიტომ რომ ის გადაიქცევა უსათუოდ ცხოვრებაზე დაფიქრებად და უმთავრეს კითხვაზე პასუხის ძებნას დაგვაწყებინებს. კი მაგრამ ვინა ვართ ჩვენ ადამიანები? რა გვინდა, რისთვის დავიბადეთ ამ ქვეყანაზე? რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას? რა გამართლება აქვს ჩვენს ცხოვრებას? ეს ისეთი კითხვებია, რომლებსაც ჟამითი ჟამად ნებისმიერი ადამიანი დაუსვამს საკუთარ თავს. და იწყება პასუხის გააზრებაც. მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის რა მელოდება, ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალ ბარდები თუ თბილი ხნული, მე არ მეგონა თუ ასე ძნელი იყოს სიკვდილი. სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი. რა ხშირად გვეუფლება ხოლმე ეს განცდა ჩვენ, რა არის მერე და ვის უნდა მოუყვეთ ეს ჩვენი ამბავი, ან ვინ უნდა გაგვამართლოს, ან არ გაგვამართლოს. ხშირად ვსვამთ ხოლმე ამ კითხვას ადამიანები. მოდი პასუხის ძებაში გავაგრძელოთ კიდევ ფიქრი ამ ნაწარმოებზე. ამიტომ ყვდები და ველოდები სამარადისო წყდიაც და დუმილს. თანდათან ვეღარ ვარჩევ სახეებს, უიარაღო დემონსტრანტების, რომლებიც უკან იხევენ ნელა და მკაცრ პეიზაჟს უერთდებიან და ისე გვანან, რომ უკვე ვეღარ გამირჩევია ხისგან სხეული, ქვისგან სახე, ცისგან თვალები. ეს ყველაფერი კი რატომ ითქვა, იცით? როგორ უერთდებიან ადამიანები მოვლენებს, ფაქტებს და საკუთრივ ბუნებასაც და სადამდე მიდის ოთარ ჭილაძის ფიქრი ამ წუთას. დააგვირდით, ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია. ხოლო სამშობლო თავს ურჩევნია ადამიანებს და არა მონებს. აი უცბად გაჩნდა პირველი კონფლიქტი, სერიოზული. ადამიანი და მონა. არჩევანი ჩვენზეა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები და შეგვიძლია დავრჩეთ მონებად, როდესაც ამას ვიღაცა გვაიძულებს. მაგრამ ვინ არის ადამიანი, რისთვის ცოცხლობს ის?
ან რისთვის კვდება ის, როგორც ერთხელ ვაჟა-ფშაველამ თქვა, არ იცი დასჩნდით რისა და ან და რისთვისა კვდებითა. იმართავდა ის იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების კრედო, ცხოვრების მრწამსი გამოკვეთილი არ აქვთ. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონა ისიც. ეს ყველაფერი გასაგებია, ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიული საუბარია, მაგრამ ჩვენ ის პირველი წამი სიცოცხლის, უпростоრად ბოლო წამი სიცოცხლის და პირველი წამი სიკვდილისა მუდამ თვალწინ გვიდგას. ადამიანის სისხლის გუბეში აგდია, ის მოკლეს თავისიანებმა, მაგრამ რისთვის? რა გააკეთა მან ასეთი? ერთ მშვენიერ წამს მან შეიგრძნო, რომ ისინი, ვის დასასჯელადაც ჯარისკაცები მოვიდნენ, მართლები არიან. და გადაწყვიტა, რომ დამდგარიყო სიმართლის მხარეს. რატომ მოკვდება ისა? ამ კითხვას დაუსვამს თავის თავს. ამიტომ კვდებიო, პასუხი აგერ ჩანს, მაგრამ ამის წინა სიტყვები უნდა კარგად წავიკითხოთ. ბედნიერია ყოველი თვალი, თუ კი სიმართლეს უყურებს იგი. აი რისთვის ღირს ცხოვრება, სიმართლისთვის ღირს ცხოვრება. მე ასე მჯერა და ჩემი სული ნაცდება, როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე. დააკვირდით, ცნობიერება ადამიანთა უზარმაზარია. მე, როგორც ერთი ინდივიდი, ნაწილი ვალ მხოლოდ აი ამ უზარმაზარი ცნობიერებისა, მაგრამ ჩემი სული, ჩემი გული, ჩემი გონება ნათდება ამ შეგრძნებით, რომ შეიძლება სიმართლეს ვემსახურო. მაგრამ მთავარი წყვდიათში რჩება, რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული. დააკვირდით, მე შეიძლება რაღაცას მივხვდე, მაგრამ თუ ეს არ იქცევა, ეს მიხვედრა თუ არ იქცევა, ყველას კუთვნილებად, მაშინ ის ყველა წყვდიაც, რაც განასახიერებს მინდორში, აი ამ შემთხვევაში, აი მხატვრულ ტექსტში, ის ყველა დარჩება გაუნათებელ მხარეს. ის ყველა დარჩება მიღმა ამ ფიქრის, რაც აკეთილშობილებს ერთ კაცსაც, მთელ ქვეყანასაც. ამიტომ კვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიაც და დუმილს. და უმნიშვნელოვანესი ფრაზა. ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებს და დამსჯელებს შორის. ვინ არიან დასასჯელები? ვინ არიან დამსჯელები? ვინ გადაწყვიტა, რომ ესენი დამსჯელები იყვნენ და ისინი დასასჯელები? ვინ წონის ამას ყველაფერს? ვინ წონის სიმართლეს? სად არის აქ უმთავრესი კრიტერიუმი? მოდი გავაგრძელოთ კიდევ ერთხელ კითხვა ამ შვენიერი ლექსის. მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება, შეუგნებელიც და შეგნებულიც, მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად. ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი. მე იმ საწოლზეც წვებოდი ხოლმე ასე უძრავად, რომ დამესვენა და განმეცადა სამოგრძნობა თავისუფლების. აი ეს სიტყვაც გამოჩნდა სიმართლესთან ერთად. სიმართლე და თავისუფლება. აი რისთვის უნდა იცოცხლოს ადამიანმა და აი რისთვის ღირს თავგანწირვა. სიმართლე მონის, სიმართლე არ არის. სიმართლეს მხოლოდ თავისუფლება აძლევს სიმაღლეს. მაღალი, ნათელი სიმართლე. აი რისთვის უნდა იცოცხლოს ადამიანმა. და აქ, როდესაც გრძელდება ეს ნაწარმოები, სახელი ერქმევა განცდა სიმართლისაც და თავისუფლებისაც. ჯარი სამშობლოს მტრისაგან იცავს და სიცოცხლესაც მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს. ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის ვარს თუ აქვს და იცის საკუთარი ჭერის და პურის
გემო, ასე მხოლოდ დიდი პოეტები წერენ ხოლმე, ასე მახვილგონივრულად, ასე ლაკონიურად და ასე ამომწურავად. Რაღა უნდა დაამატოს კაცმა, ჭერის განც და თუ აქვს და პურის გემო თუ იცის ადამიანმა, იმან იცის რა არის თავისუფლებაც და იმან იცის რა არის სიმართლეც. თუ მზეს აფასებს და თუ კუსავით ყოველთვის თან არ დაათრებს ჯავშანს, თუ შეუძლია რომ მოიკვეთოს ფეხი, რომელსაც გადაჰყავს გზიდან და დაითხაროს თვალი, რომელიც აცდუნებს მხოლოდ. აქ არის ბიბლიასთან შეხმიანებები. ისევე როგორც თესვარის იგავთან, ჩვენ წავიკითხეთ, მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი, ბიბლიურ იგავს უკავშირდება თესვარის შესახებ. ეს ბოლო სიტყვებიც უკავშირდება სწორედ ბიბლიას, განსაკუთრებით კი სახარებას, თუ თვალი შენი გაცდუნებს, შენ აღმოიღე და განაგდე იგი, იმიტომ რომ უმჯობესია შენი ერთი ასოთაგანი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი არსებაო, წერია სახარებაში. და მინდა გითხრათ, რომ ნაწარმოების ბოლოს ეს ჯარისკაცი, რომელიც უკვე მკვდარი აგდია თავისსავე სისხლში, ჩვენ გვეუბნება, გვიწილადებს თავის ფიქრს და ამბობს, მე ჯერ მინდოდა რომ მესარგებლა ღამის წვდიადი და დემონსტრანტებს შევერთებოდი და ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის როგორც ნიშანი პატივისცემის და ერთგულების. პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს. ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს აღარ დაადგას ქედზე უღელი, არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი თავისუფლება. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჩვენ სამშობლოში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასია ეს სიტყვა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით თავისუფლებისათვის და ბუნებრივია, რომ არასდროს ქართველს არ უყვია ეს სიტყვა. ეს იყო უმთავრესი სიტყვა ქართველისათვის. მისთვის ვიბრძოდით ჩვენ ყოველთვის, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს ნაწარმოები ჩვენთვის. ის არის განსახიერება იმისა, რომ ადამიანი შეიძლება თავის სიცოცხლეს გაიღებდეს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ღირსებაც და დაიცვას სხვაც. და სულ ბოლოს ეს გადადის უფრო მაღალ რეგისტრში, ეს ყველა ეს კითხვა. ნუ თუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი. ხედავთ, სიტყვები სიმართლე და თავისუფლება ერთი წამი განზე გავიდა და წინა პლანზე წამოვიდა დიადი შერკინება სიკეთისა ბოროტებასთან, რაც არის ისტორიის მამოძრავებელი. საერთოდ, თუ სიკეთეა სული საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი, აი უმთავრესი კითხვა. თუ მართლაც სიკეთით შეიქმნა ეს ქვეყანა, თუ ადამიანები სიკეთის მსახურები ვართ ჩვენ ყველანი, მაშინ რატომ იღვრება ამდენი სისხლი? საიდან ჩდება მაშინ ამდენი ბოროტება, ამდენი ძალადობა? და რატომ კვდება ადამიანი თუ დამტკიცება უნდა სიმართლის? აი კიდევ ერთი კითხვა და კიდევ ერთი პასუხიც. როგორც ჩანს, ცხოვრება ისე ჰარმონიულად არ არის მოწყობილი, არ არის ისე აგებული, გააზრებული ადამიანთაგან, რომ სიმართლისთვის მებრძოლ კაცს ეს სიმართლეც შერჩეს, თავისუფლებაც შერჩეს და ღირსებაც შერჩეს. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები მარცხდებიან და ზოგჯერ იღუპებიან კიდეც. რატომ ხდებაო ეს ყველაფერი? აი უმთავრესი კითხვა. რატომ ვერ ძღება ყველა სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით? და თავარი სათქმელი ამ ლექსის. ადამიანი უფრო მეტია ვიდრე ჰგონია. ეს ყველა ჩვენგან შეეხება. ამ სიტყვებს ოთარ ჭილაძე გვეუბნება მეც, შენს გვერდით სხდომ ადამიანებსაც. იმათაც, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, ვისაც შევხვედრივართ ან არ შევხვედრივართ. ადამიანი უფრო მეტია ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი. შენ ხარ ღვთის ხატება და მსგავსება. ამას გეუბნება ოთარ ჭილაძე. შენ ხარ სიკეთის მსახურად დაბადებული, მაგრამ შენი ცხოვრება ისე აგებული, რომ შესაძლოა ეს ბოროტების მსახურება უფრო იყოსო. შენი არჩევანი როგორია?
როდესაც საქმეზე მიდგება, მზად ხარ შენ, რომ შენი ღირსება და სხვისი ღირსებაც დაიცვა და ამას ყველაფერს ანაცვალო ყველაზე ძვირფასი, რაც შენ გაქვს, შენი სიცოცხლე. და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობაში და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი? ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში? გახსოვთ, როგორ განმარტა სიტყვა შური სულხან საბამ? ეს არისო წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა. ეს დაგვიბარა ჩვენ სწორედ მაცხოვარმა ჩვენმა იესომ. გიყვარდესო, მოყვასი შენი, არ იყოსო სულ ერთი მისი ცხოვრება შენთვის. ეცადეო, რომ გამოხატო სიყვარული მოყვასის მიმართ, იმიტომ რომ ჯვარი, რომელიც შედგება ორი ღერძისგან, გამოხატავს სწორედ ღვთის სიყვარულს და ჰორიზონტალური ღერძი კი მოყვასის სიყვარულს. მეც რა თქმა უნდა ვნანობ სიცოცხლეს, ძალიან მალე დასრულდა იგი, მაგრამ არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი. და უყურეთ რატომ არ ნანობს? რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც. რაღაცას ნიშნავს, რადგან ამ ქვეყნად ბოროტის გვერდით არის კეთილიც და ბევრია ჩემნაირი და ჩემზე უკეთესი ადამიანიცო, ამბობს ეს ჯარისკაცი. და ეს ყველაფერი არ შეიძლება რომ არ გავრცელდეს. აი ასეთი სევდიანი მონათხრობი ძალიან ოპტიმისტურად მთავრდება, იმიტომ რომ ჯარისკაცი ჯერა რომ მისი გარჯა, მისი თავგანწირო აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. უყურეთ, და როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები. ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლები, ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში და ფინალს დააგვირდით. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც განწმენდაზე. ბოროტებისაგან, ცოდვისაგან განწმენდაზე, ფიქრიანი ცოდვა ან ცოდვიანი ფიქრი. აი ამისგან უნდა განიწმინდოს ადამიანი. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში. კაცის კათარზისით, კაცის განწმენდით იწყება ქვეყნის განწმენდა და წვიმა, როგორც დიდი ტაძარი, იქნება თავშესაფარი და საფარველიც ამ განწმენდისა. აი ასეთი ლექსია ოთარ ჭილაძის ადამიანი გაზეთის სვეტში. ასე იწყება. ადამიანი მოკვდა და მოხვდა პატარა ქრონიკაში, მაგრამ იმ ქრონიკიდან ჩვენ კვლავ გვიბრუნდება კაცი, პიროვნება, ადამიანი, რომელმაც შეძლო დაებრუნებინა თავისი თავი და შეძლო თავი გაეწირა სხვისათვის. იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ყველანი ვიგებთ დიდ ჭეშმარიტებას, რომ ყველაზე მეტად მაშინ ზრუნავ საკუთარ თავზე, როცა სხვისთვის ირჯები. ვიფიქრეთ ამაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.